საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი უკავშირდება თბილისს. თბილისზე ალბათ ბევრი რამ გსმენიათ და უთუოდ გეცოდინებათ, რომ არსებობს ლეგენდა ჩვენი ქალაქის დაარსების შესახებ. ისტორიული მოვლენები ხშირად გამოუყენებიათ მწერლებს თავიანთი თხზულებებისათვის და დღეს მე თქვენ შეგირჩიეთ ერთი ასეთი თხზულება, რომელიც ნინო ნაკაშიძეს ეკუთვნის. ნინო ნაკაშიძემ ძალიან ლამაზად ასახა თავის თხზულებაში ლეგენდა თბილისზე. ლეგენდას მოგვიანებით წავიკითხავთ, ახლა კი იმ პერიოდს დაუთმოთ ჩვენი ყურადღება, როცა დაარსდა თბილისი. ამ პერიოდისათვის თბილისში, საქართველოში მეფობდა ვახტანგ გორგასალი. ეს იყო მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი. ვახტანგ გორგასალი მეფობდა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, იბრძოდა ირანის უღლისაგან საქართველოს გათავისუფლებაზე და მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის. მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი საეკლესიო რეფორმის გატარება, კათალიკოსობის ინსტიტუტის შემოღება. გმირი მეფე დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ახლა კი შევუდგეთ ტექსტის კითხვას. ლეგენდა თბილისზე. როდესაც მეფე ვახტანგ გორგასალი დარბაზიდან გამოვიდა, ყველანი მზად იყვნენ სანადირო წასასვლელად. მეჯინიბეს ეჭირა მეფის ოქროსფერი ულაყი, ანუ მამალი ცხენი, რომელიც მოუთმენლად სცემდა ფლოქვებს დედამიწას. ფლოქვები, ესე იგი ჩლიქები. მეფე ჩქარი ნაბიჯით მივიდა ცხენთან, ფაფარზე ხელი გადაუსვა, მოეფერა და მკვირცხლად მოახტა ოქროთი შეჭედილ უნაგირზე. ყველანი ცხენებს მოახტნენ. მეფეს მხოლოდ მშვილდისარი ჰქონდა მხარზე გადაკიდებული და ხელში გრძელი მათრახი ეჭირა. საით გვიბრძანებთ წასვლა სანადირო მეფე ბატონო? კითხა მეფეს სახთუხუცესმა. სახთუხუცესი გახლავთ წოდება უფროსი ვეზირისა, სამეფო კარის უფროსი ვეზირის. ვერეს ხეობაში სჯობია, იქ პატარ-პატარა მინდვრებში ბევრი ფრინველია. მეფემ წამოიწყო ლაშქრული სიმღერა, მუმლი მუხასაო, ყველამ ბანი მისცა. მუხა შენ ახარ მეფევ, გაისმა ხმები და მუმლი კი შენი მტრები. არა, მუხა საქართველოა და მუმლი საქართველოს მტრები, თქვა მეფემ. ხიარული ხმაურით სიცილითა და სიმღერით მიიჩქაროდნენ მონადირეები ვერეს ხეობისაკენ. აქედან იწყებოდა ტყე. ტყის პირას ყველანი ჩამოხდნენ ცხენებიდან და აღმართს ფეხით შეუდგნენ. მონადირეები ყიჟინით, ძაღლები კი ყეფით გაიფანტნენ ტყეში ნადირის გამოსარეკად. მე მინდა ყოველ ხეს მოვეხვიო, მივალერსო, ვეამბორო, მომბეზრდა სახთუხუცესო ხალხის ჟლეტა, მომბეზრდა. მაგრამ განა შეიძლება ვინმეს ავაოხრებინოთ ეს ჩვენი ტყე, მინდვრები, სოფლები. ჰაუ, გაისმა სადღაც ახლოს მონადირეების შეძახილები და ძაღლების ყეფა. უცებ გაისმა ტოტების მტვრევის ხმა და ტყიდან უზარმაზარ რქებიანი ირემი გამოხდა. ის შეშინებული მირბოდა. მონადირეები რომ დაინახა, შეკრთა, ერთ წუთს შეჩერდა. მერე დაღუნა თავი, მიტრიალდა და გაქანდა მინდვრის მეორე ნაპირისაკენ. სანამ სახთუხუცესი მშვილდისარს მოიმარჯვებდა, ვახტანგი მოსწყდა ადგილს და გამოუდგა. ირემი მირბოდა და მდევარიც ფეხ მისდევდა. აუ, როგორ დაანარცხა დედამიწაზე, გაისმა აღტაცებული შეძახილები. მიწაზე დანარცხებული ნადირი გამწარებით გშინავდა, დედამიწას ფეხებს სცემდა. მეფეს მაგრად ეჭირა ის რქებით, მუხლი კისერზე დაედგა და გასაქანს არაძლევდა. ფეხები შეუკარით, ცოცხალი წავიყვანოთ, თქვა მეფემ. როდესაც ირემს ფეხები შეუკრეს, მეფე ადგა და დაიძახა. შავარდენი! ბაზიერი წინ წამოდგა და მიართვა ფრინველი. ბაზიერი გახლავთ მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა გარეულ ფრინველებს და გეშავდა
რომელიმე ბრინველზე. მე მინდა ცოცხალი ხოხობი დაიჭიროს ჩემმა შავარდენმა, ბრძანა მეფემ. მკლავზე მეში გადაიკრა. მეში არის ტყავის ერთგვარი ხელთათმანის მსგავსი, რომ დაისვავდნენ ხელზე, რომ კლანჭებით არ დაეზიანებინათ სხეული. მეში გადაიკრა, ზედ დაისვა ეჟვებიანი შევარდენი, შეათამაშა და დაუსტვინა. შავარდენმა ლამაზად მოიღერა ყელი და ფრთები მოიწურა. ამ დროს ხოხბებიც გადმოფრინდნენ და დაეშვნენ ტყის პირას მინდორში. შავარდენი მოსწყდა აქნეულ ხელს და შურდულივით გაქანდა ხოხბისაკენ. თავზარ დაცემული ხოხობი თვალის დახამხამების უმალ წამოიჭრა. ერთ წუთს გაიელვა მზეზე მისმა ოქროსფერმა ბოლომ და ორივენი მიიმალნენ ტყით დაბურულ ხევში. აბა სწრაფიავ, ცოცხლად მომიყვანე, მისძახოდა მეფე მეძებარს, რომელიც ყეფით მისდევდა შავარდენს. ბაზიერებიც გამოუდგნენ ყიჟინით. ვახტანგ მეფე კი ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან სახთუხუცესთან ერთად. მინდორი გავიაროთ და აქ დავიცადოთ, თქვა მეფემ. მიკვირს, რად დაიგვიანეს ჩემმა შავარდენმა და მაძებარმა. ბაზიერები უკვე ამორბოდნენ აღმართზე, მაგრამ მათ აქოშინებულმა ძაღლმა მოასწრო და ახლა მოუსვენარი წყმუტუნით დარბოდა მეფის წინ. ხევში ჩასვლა შეუძლებელია, ყვიროდნენ ბაზიერები. იქ ავისულები დაბუდებულან, წყალი დუღს, ყველაფერს ორთქლი აზდის, ქვები გახურებულია, ახლოს მიკარება შეუძლებელია. მომყევით, ბრძანა მეფემ და სწრაფად დაეშვა ტყით დაბურულ თავდაღმართზე. წინ წყმუტუნით მირბოდა მეძებარი. ძაღლი გაჩერდა ხევში ლოდების გროვასთან. ლოდებს შუა მართლა დუღდა და ჩუხჩუხებდა წყალი. ყველაფერს ორთქლი აზდიოდა, ირგვლივ გოგირდის სუნი იდგა. მეფე ერთხანს გაშტერებით დასცქეროდა დუღარეს, უცებ სახე გაუნათდა და შესძახა შიშისაგან აკანკალებულ მსახურებს. ნუ გეშინიათ, ეს ცხელი წყალია, მე სხვაგანაც მინახავს ასეთი წყალი. სამკურნალოა, ფრიად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. არავითარი ავისული აქ არ არის. ოჰ, აღმოხთა მას. აი, ჩემი შავარდენი და ხოხობი ამოტივტივდნენ მორევიდან. აბა ამოიღეთ. მეფის სიტყვებით გამხნევებულმა მხლებლებმა ძალხონე მოიკრიბეს, მიუახლოვდნენ მორევს, კავით ამოიღეს შავარდენი და ხოხობი და მეფეს წინ დააწყვეს. მოხარშულან, საწყალი შავარდენი, მაგრამ ეს წყალი ღირს ამისთანა მსხვერპლად, თქვა მეფემ და გაიღიმა. სახთუხუცესო, სწორედ აქ უნდა აშენდეს დიდი ქალაქი, მაღლა უნდა გაკეთდეს გალავანი, ციხის პირდაპირ იქნება მტკვრის კლდოვანი მიუდგომელი ნაპირები და შუაში ქალაქი აბანოებით. სახთუხუცესო, ხვალვე დაიწყონ ტყის გაკაფვა. მეფე ამოვიდა ხევიდან, მონადირეებს უკვე მოეყარათ თავი მინდორზე, ნანადირევი შეკრული ირმის გვერდით დაეგროვებინათ. დიდი ბედნიერებაა ასეთი წყლების აღმოჩენა, თქვა ვახტანგმა. ჩვენ აქ ავაშენებთ დიდ ქალაქს და დავარქმევთ ცხელ წყაროს. არა, არ ვარგა, თბილ წყაროს. არა, არც ეს ვარგა. თბილისი ნამდვილად შესაფერისი სახელია, დიდებული სახელია თბილისი. განამცხეთაზე დიდებული და ლამაზი ქალაქის აშენება შეიძლება, ბატონო მეფე? დიახ, თბილისი იქნება მცხეთაზე უფრო მშვენიერი და დიდებული. ორი ურყევის საფუძველი ამყარებს ამ მოსაზრებას. სილამაზე, აბა გახედეთ ამ მშვენიერ სანახაობას. მეფემ ხელი გაიშვირა მტკვრის ნაპირებზე გადაშლილი მინდვრებისაკენ. მეორე და უმთავრესი ის არის, რომ აქ არის საქართველოს შუაგული. აქ აგებული ქალაქი მრისხანე ციხედ დახვდება ჩვენზე სამტროდ მოსულს. მეფე ერთხანს კიდევ ჩაფიქრდა და თქვა, დიახ, ამ ქალაქს თბილისი უნდა დავარქვათ.
აი ასე შთამბეჭდავად აღწერს ნინო ნაკაშიძე ამ ლეგენდას. მე მგონი ძალიან ლამაზი არის ეს აღწერილობა და თქვენ უკვე შთაბეჭდილება დაგჩათ და უკვე იცით თუ როგორ დაარსდა თბილისი. ამ გაკვეთილის სწავლა თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ვრცელი გაკვეთილი და კარგი იქნება თუ თქვენ დაასათაურებთ, ნაწილ-ნაწილ დაყოფთ და შემდეგ შეეცდებით თითოეული სათაურის ქვეშ გადმოსცეთ შინაარსი. ამ ტექსტში ძალიან კარგად ჩანს მეფის პატრიოტიზმი, ასევე დაკვირვებულობა, თავმდაბლობაც არა, იმიტომ რომ სხვა მსახურებთან ერთად იგი არ თაკილობს არც დინარესთან ჩასვლას, არც ნადირის უკან მოტანას და ასე შემდეგ. იგი მხარდამხარ თავის მსახურებთან ერთად ნადირობს შესანიშნავად. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოდ არის აქ აღწერილი თუ რატომ გადაწყვიტა მეფემ და როგორ ახსნა მან, რომ აუცილებლად აქ უნდა გაშენებული ყოფილიყო ქალაქი ამ ადგილას. იგი ამბობს, რომ ეს ქალაქი მცხეთაზე უფრო მშვენიერი და დიდებული იქნება ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აქ ძალიან ლამაზი ბუნება არისო და ყველაზე მთავარი რაც არის, იგი მიიჩნევს, რომ აქ აგებული ქალაქი მრისხანე ციხედ დახვდება ჩვენზე სამტროდ მოსულსო. მას მაშინათვე ჰქონია გათვალისწინებული ასევე ისიც, რომ ქალაქისათვის გალავანი შემოერტყა. თქვენ ალბათ გაგისეირნებიათ და ყოფილხართ ძველ თბილისში და ეს გალავანი დღესაც არსებობს, მართალია სრულყოფილად არა, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ მის ძველ იერსახეს და საკმაოდ კარგად შეგიძლიათ ნახოთ ასევე შენარჩუნებული გვაქვს ის ძველი აბანოები, რომელიც სწორედ იმ პერიოდში აშენდა. კიდევ მინდა რომ შეგახსენოთ ის, რომ ვახტანგ გორგასალს თავად არ დასცალდა ბოლომდე მieყვანა ქალაქის მშენებლობა და ქალაქის იერსახე და მისი განაშენიანება ეკუთვნის მის ვაჟს. ბოლოს მან დაასრულა ეს მშენებლობა დაჩი უჯარმას. ავტორმა მეფეს წამოაწყებინა ტექსტში სიმღერა, ხალხური ლაშქრული სიმღერა, რომელიც არის მუმლი მუხასა და სწორედ ამ სიმღერის დროს მას თავისმა ვეზირებმა და ამალის წევრებმა თაყვანისცეს მეფეს და ასე მიმართეს, რომ მუხა შენახარ მეფე, მუმლი კი შენი მტერიაო. აი აქ გამოიჩინა თავმდაბლობა მეფე ვახტანგ გორგასალმა და მათ ასე მიუგო, არა მუხა საქართველოა, მუმლი კი მისი მტერიო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი, დავალებად გეძლევათ, დაწეროთ თხზულება, რატომ დაერქვა თბილისი, ასეთი სათაურით შეეცადეთ, გამოიყენოთ ტექსტის შინაარსი და დაწეროთ თხზულება. ტექსტი ისწავლეთ თხრობით. ჩვენი გაკვეთილი დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე.